არჩევს. ეხა ჩანს. ეხლა ნაკლაპი თავის მნიშვნელოვანი ნაბახუშები და შეგვიძლია YouTube-ზე გამოდას. ნიშნები და მონეტიზაცია რო ჯერ არ აქვს, ანუ უფრო სოფლდება. 11 ფოლოვერი მყავს, აი გამოვიტანო მონეტიზაცია. იტირა. ალაპირე. ხო. მოდი ესენი თავდაც და გავიქცეთ. ბაზარი არა. არ გინდა? გინდა კი. ასე არხეინად დავსეირნობდი ქუთაისის ქუჩებში, სანამ სახეოდნავ არ ამიზითლდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მზის დარტყმაც კი მივიღე. როგორც იქნა აზრზე მოვედი ცოტა. შედარებით უკეთ ვარ. ახლა ჩავდივარ ვახშამზე. და იმედია კარგად ვიქნები. მიხარია იმიტომ, რომ სახეზე დამწყობა გაივლის. ეს ჩემი ცუდად ყოფნაც გაივლის. და ქუთაისის ვიდეოები და მოგონებები დამრჩება. მოგონებები ნამდვილად დამრჩა. და მიუხედავად ყველაფრისა, საღამოს შეკრებაზე მაინც მშვენივრად გავერთე. გქონდა სხვადასხვა სახის აქტივობა, ნომინაციები, თამაშები, ცეკვა. უფრო გვიან მაფიის ვარიაციაც ვითამაშეთ, სადაც ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. მოკლედ, მეორე დღე კარგი იყო. გოგო ჩვეულებრივი მაფია არ იყო და იგი მაგარი. მაგრამ ყველა შეშლებოდა რომ ჩვეულებრივი მაფიაში და მაინც ისე თამაშობდა. უკვე მესამე დღე აქ ვართ. ჩემი გაცეების ფონზე ხმამ თითქმის ბოლომდე დამტოვა. ის დარტყმაც მივიღე და სახე მაქვს დამწვარი. დღეს გავდივართ სასტუმროდან, რომეთეს უღურმეში უნდა წავიდეთ და საღამოს უკვე თბილისისკენ. რომეთეს მღვიმე 1994 წლის 15 ივლისს აღმოაჩინეს. მღვიმეში სულ 22 სხვადასხვა ზომის დარბაზია. ვიზიტორთათვის განკუთვნილი საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისაგან. ტემპერატურა მუდმივად 14 გრადუსია, მაგრამ რადგან ტურისტული ბილიკის სიგრძეა 1420 მეტრი, მე პირადად სიცივე საერთოდ არ მიგრძვნია. აქვს ორი გასასვლელი. ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასერინებაა შესაძლებელი, რაც ჩვენმა გუნდმა წყალდიდობის მიზეზით ვერ შეძლო. მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. აი მე ახლა ასეთ მაგარ ადგილას ვიყავი და შენ ჩემი გვერდი გამოწერილი არ გაქვს. აქ სხვენია? ამ 3 დღის განმავლობაში ქუთაისი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქი გახდა. და იმედი მაქვს, რომ უფრო ხშირადაც ვესტუმრები. Ay,
შავი სანდუხი და ხო, თუ შეძენილი ვარ. ლიზა, რა მოხდა გითხარი? მოკლედ, შენ რომ დახვედროდით, გამოვედით გარეთ, მე გამოვედი და მე ჟორჟოლიანიც ვერ მიხვდა, რომ თურმე ბარათი შიგნით იყო და კარი ისე მოეჯახუნა, რომ გავიჭერეთ. მაგარი. ეს ის მოგზენიდეს. კი.